უსაფრთხოება. პროფესიულ საქმიანობათა უდიდესი ნაწილი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საფრთხეების დადგენას და მათ თავიდანაცილებას. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იზრუნოს როგორც საკუთარ, ასევე სხვების უსაფრთხოებაზე. მუშაკებისათვის უსაფრთხოების ნორმების სწავლების გზით შესაძლებელია საშიში ქმედებების თავიდანაცილება, როგორიცაა შორტების და სპორტული ფეხსაცმელების ტარება, დამცავი ნიღაბის გამოუყენებლობა ნგრევითი სამუშაოების დროს, დამცავი ნიღაბის გამოუყენებლობა ასბესტის მოცილების ან საიზოლაციო სამუშაოების დროს, სამუშაო ადგილზე დამცავი სათვალის გამოუყენებლობა, რადიალურ გადასაჭრელი ჩარხისა და სახერხი ჩარხის გარსაცმების გამოუყენებლობა, დამცავი საყურისის გამოუყენებლობა და ხარაჩოებზე მუშაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების გამყარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი საკითხია სწორი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ზომებზე სამუშაოს დაწყების წინ და მისი მიმდინარეობის დროს. შესაბამისი ჩაცმულობა. უსაფრთხოების ტექნიკის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სამუშაოსათვის შესაფერისი ტანსაცმლის ტარება. სამუშაო ადგილზე თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა. ტანსაცმელი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. პერანგის სახელოები აიკეცეთ ან ღილებით დაამაგრეთ. პერანგი შარვალში უნდა იყოს ჩატანებული. შეარჩიეთ შარვალი, რომელსაც არ აქვს გადასაკეცი ბოლოები. თუ შარვალს გადასაკეცი ბოლოები აქვს, ჩამოუშვით. არატაროთ მოკლე შარვალი. ატარეთ ფოლადის წვერიანი, სქელლანჩიანი სამუშაო ფეხსაცმელები ან ჩექმები. სამუშაო ადგილზე ყოველთვის გეხუროთ ჩაფხუტი. ატარეთ დამცავი ხელთათმანები. საშიშ მასალებთან მუშაობისას ატარეთ თვალების დამცავი მოწყობილობები, დამცავი სათვალეები ან სახის დამცავი ნიღაბი. სამუშაო მოედანზე ყველამ უნდა იცოდეს თუ როგორ შეიძლება უბედური შემთხვევის თავიდანაცილება. ყველა მუშაკს უნდა ჰქონდეს სხვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. უსაფრთხოების წესების შესწავლა ხელობის ათვისების ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც იარაღებისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა. იყავით ფრთხილად. არ მოადუნოთ ყურადღება თქვენი სამუშაოს მიმართ. დაიცავით სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ნორმები. არ ისარგებლოთ მოკლე შემოვლითი გზებით, რამაც შეიძლება საფრთხე შეგიქმნათ თქვენ ან სხვას. ყოველთვის შეამოწმეთ ელექტროდანადგარების უსაფრთხოება. დარწმუნდით, რომ ელექტროსქემა არ არის გადატვირთული და ელექტროაღჭურვილობას და როზეტებს აქვს სათანადო დამიწება. არ გამოიყენოთ ელექტროაღჭურვილობა ნესტიან ადგილებში. ყოველთვის გაეცანით საღებავების, გამხსნელებისა და სხვა პროდუქციის ტარაზე არსებულ ეტიკეტებს. ამ პროდუქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას სათანადო ვენტილაცია. გაითვალისწინეთ ასევე ყველა სხვა გაფრთხილება. ყოველთვის გაეცანით აღჭურვილობის გამოყენების შესახებ მწარმოებლის ინსტრუქციებს. განსაკუთრებით თუ ეს ინსტრუქციები გაფრთხილებებს შეიცავს. ყოველთვის გამოიყენეთ სამუშაოს შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა. სპეცტანსაცმლის, სათვალეების, ყურის საცობების, ნიღბების, დამცავი ჩაფხუტების და ჩექმების ჩათვლით. ყოველთვის გამოიყენეთ რეზინის ან სამუშაო ხელთათმანები ქიმიურ მასალებთან მუშაობისას, ხის მასალის გადაადგილებისა და დასაწყობებისას, ბეტონთან მუშაობისას, სხვილი საინჟინრო კონსტრუქციების მშენებლობისას. ხერხვის ან სილის ჭავლით ხეხვის დროს ყოველთვის გამოიყენეთ სახის დამცავი ნიღაბი. ტოქსიკურ ნივთიერებებთან და გამხსნელებთან მუშაობისას გამოიყენეთ გამფილტრავი რესპირატორი.
ყოველთვის ატარეთ თვალების დამცავი აღჭურვილობა, განსაკუთრებით ელექტროიარაღებით მუშაობისას, ან ლითონის ლითონზე, ან ბეტონზე დარტყმისას. მაგალითად, სატეხით ბეტონის ამოტეხისას შესაძლებელია ნატეხების გაფართვა. დაუშვებელია მუშაობისას ფართო ტანსაცმლის, გახსნილი მანჟეტების და სამკაულების ტარება, გრძელი თმა უკან შეიკარით. გახსოვდეთ, რომ სახიფათო სიტუაციაში დროის სიმცირის გამო სხეულის რეფლექსებმა შეიძლება ვერ გადაგარჩინოთ ტრავმისგან. ყველაფერი ზედმიწევნით სწრაფად ხდება, იყავით ფრთხილად. ყოველთვის მოარიდეთ ხელები დანის, ფრეზის, საჭრისის მჭრელ პირს. ყოველთვის მტკიცედ გეკავოთ მრგვალი ხერხი, როგორც წესი ორივე ხელით. სამუშაო ადგილი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. დაუშვებელია სამუშაო ადგილზე გართობა. არასოდეს განზრახ ხელი არ ჰკრათ, არ უბიძგოთ და არ დაარტყათ სხვა ადამიანს სამუშაო ადგილზე. დააკვირდით, სად დადიხართ. არ ირბინოთ. სწორად აწიეთ სიმძიმე, რომ ის აწვებოდეს ფეხებს და არა ზურგს. სიმძიმის აწევისას ზურგი გამართული უნდა იყოს, მუხლები მოხრილი, თავი კი აწეული. თუ ტვირთი ძალიან მძიმეა, ითხოვეთ დახმარება. მშენებლობაზე მომხდარი ტრავმების 20% სიმძიმეების აწევით არის გამოწვეული. არასოდეს მოათავსოთ მასალები ან საგნები შვერილზე, კიბეზე ან ხარაჩოზე, საიდანაც ის შეიძლება ჩამოვარდეს და ვინმეს ზიანი მიაყენოს. არასოდეს იმუშაოთ სიმაღლეზე, თუ სიმაღლის შიში გაქვთ, თავბრუ გესხმით, ნერვიულობთ ან გული გერევათ. შეამოწმეთ კიბეები და ხარაჩოები გამოყენებამდე. უნდა იცოდეთ, სად არის განლაგებული სახანძრო აღჭურვილობა და შეგეძლოთ მისი გამოყენება. ყოველგვარი ტრამვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოუჩინეთ დაზარალებულს პირველადი დახმარება. მოახსენეთ თქვენს ზედამხედველს საშიში პირობების ან უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ. არ გამოიყენოთ გაუმართავი და წუნდადებული იარაღი და აღჭურვილობა. არ იმუშაოთ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. არ მოწიოთ სამუშაო ადგილზე. ნუ მიენდობით იღბალს. ისწავლეთ სამუშაოთა წარმოება უსაფრთხოების ნორმების დაცვით. თუ სამშენებლო ხსნარი არ არის შეკრული, კედელი შეიძლება ჩამოინგრეს. შეისწავლეთ საერთაშორისო გამაფრთხილებელი ნიშნების მნიშვნელობა. იარაღებისა და აღჭურვილობის უსაფრთხოება. იარაღების სუფთა და გამართულ მდგომარეობაში შენახვა ხელს უწყობს უბედური შემთხვევების თავიდანაცილებას. გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ აღჭურვილობა და მექანიზმი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კაფჩა და სატეხი ჭრელია. საჭიროა სიფრთხილე, რომ არ დაზიანდნენ თქვენს გვერდით მომუშავე ადამიანები. ელექტრომოწყობილობებით სარგებლობისას საჭიროა უსაფრთხოების საგანგებო ზომების დაცვა. ყოველთვის ატარეთ თვალების დამცავი აღჭურვილობა სარევთან, ქვასაჭრელ ხერხთან და სილა-ჭავლურ აპარატთან მუშაობისას. გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ აღჭურვილობა სუფთაა. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ელექტროდუღაბსარევთან მუშაობისას. დუღაბსარები სწორ ადგილას დააყენეთ. ჩატვირთვისას არასოდეს შეყოთ ნიჩბის ტარი დუღაბსარევში. დარწმუნდით, რომ გზები და სამუშაო ფართობი თავისუფალია შლანგებისაგან. ქვასაჭრელი ხერხის გამოყენებისას მოარიდეთ ხელები ხერხის მჭრელი ნაწილის მოძრაობის ტრაექტორიას.
ელექტროაღჭურვილობის გამოყენებისას დაიცავით მწარმოებლის ინსტრუქციები უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. არასოდეს გამოიყენოთ ელექტროიარაღები თუ დაღლილი ხართ, ან იმყოფებით ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გავლენის ქვეშ. სილაჭავლური აპარატის გამოყენებისას დაიცავით კანი და სახე სპეციალური ტანსაცმლისა და აღჭურვილობის საშუალებით. არასოდეს გამოიყენოთ ელექტროხერხი ხის ან მილის მცირე ნაწილებად დასახერხად. მცირე ზომის ნაწილის მოხერხვისას გასახერხის საგანი სანდოდ უნდა იყოს დამაგრებული. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის იარაღი, რომ თავიდან აიცილოთ ტრავმა. არასოდეს გამოცვალოთ ხერხის მჭრელი ნაწილი ან ფრეზის კბილი, თუ ელექტროკვების სადენი არ არის ქსელიდან გათიშული. მარტო ამ მრთველის გათიშვა საკმარისი არ არის. შეიძლება ის შემთხვევით შეხებით ჩაირთოს. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენს სარგებლობაში არსებული იარაღების შესაძლებლობათა ზღვარი. ნუ ეცდებით რომელიმე იარაღით ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომლისთვისაც ის არ არის გამიზნული. არ იმუშაოთ სუსტი განათების პირობებში. არ გამოიყენოთ ბლაგვი იარაღი. გაალესინეთ იარაღები ან ისწავლეთ მათი გალესვა. ხერხვის დროს არ დაამაგროთ დასახერხი საგანი თქვენი ფეხის ან სხეულის სხვა ნაწილის საშუალებით. აკრიფეთ და სათანადოდ შეინახეთ თქვენი იარაღები. არასოდეს ატაროთ ჯიბით მჭრელი და მახვილი იარაღები, როგორიცაა დანები, სადგისები და სატეხები. ამ იარაღების ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ქამრის საშუალებით, რომელსაც აქვს ტყავის ჯიბეები ან კონტეინერები. არ ისარგებლოთ გაცვეთილი ელექტროსადენებით. უსაფრთხოების ნორმები კიბეზე მუშაობისას. სამუშაო მოედანზე ხშირად გამოიყენება კიბეები. ქვემოთ მოყვანილი უსაფრთხოების ნორმების დაცვით შესაძლებელია კიბეების სარგებლობასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდანაწილება. დარწმუნდით, რომ კიბე გამართულ მდგომარეობაშია. მოარიდეთ კიბე ქვეითად მოსიარულეთა და ავტოტრანსპორტის სამოძრაო გზებს. დააყენეთ კიბე მყარ და თანაბარ ზედაპირზე. არ დააყენოთ კიბე სվել ან მოლიპულ ზედაპირზე. დარწმუნდით, რომ კიბის საფეხური, რომელზედაც თქვენ გეგმავთ ასვლას, კიბის ზედა ბოლოდან მინიმუმ 1 მეტრით ქვემოთ არის დაშორებული. ყოველთვის მოათავსეთ კიბეს სათანადო კუთხით მყარი საყრდენის მიმართ, რომ თავიდან აიცილოთ მისი დაცურება. არასოდეს დადგეთ კიბის ზედა, ბოლო საფეხურზე. კიბეზე ასვლისას აიტანეთ იარაღები მხარზე გადაკიდებული ჩანთით. თუ მოსალოდნელია კიბის დაცურება, სთხოვეთ ვინმეს მისი ქვემოდან დაჭერა. უსაფრთხოების ნორმები ხარაჩოზე მუშაობისას. სათანადოდ მოაწყვეთ საყრდენი დგარები ხარაჩოებისათვის და გამოიყენეთ საყრდენი ფილები. გამოყენების წინ შეამოწმეთ მთელი აღჭურვილობა. აღჭურვილობა გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს. გამოიყენეთ საყენებელი ხრახნები ხის სოლების ნაცვლად უსწორმასწორო ზედაპირზე მოსარგებად. რეგულარულად შეამოწმეთ აღმართული ხარაჩოები, რომ დარწმუნდეთ მათ უსაფრთხოებაში. ხარაჩოების აღმართვისას შეამოწმეთ მათი დაყენების სისწორე შვეულასა და თარაზოს საშუალებით. თუ ეჭვიგეპარებათ ხარაჩოების უსაფრთხოებაში, მიმართეთ მიმწოდებელს. საიმედოდ დაამაგრეთ ყველა ჯვარედინი კავშირი, ამ კავშირებზე არ აცოცდეთ. ხარაჩოების სათანადოდ მიამაგრეთ კედელზე ან კერებით, 9 მეტრის ინტერვალის სიგრძეზე და 7,5 მეტრის ინტერვალის სიმაღლეზე. ხარაჩოების ბაქნების ყველა გვერდსა და ბოლოში მოაწყვეთ სათანადო მოაჯირები, შუა გადაღობა და ბორტები. ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს ხარაჩოების მოწყობის წინ ჩაატარეთ კონსულტაციები ელექტრომომარაგების სამსახურებთან.
ხარაჩოების ამაღლების მიზნით არ მოათავსოთ მათზე კიბეები ან თვითნაკეთი მოწყობილობები. გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი ხის მასალა, რომელმაც გაიარა სათანადო შემოწმება და გამოდგება ხარაჩოს ფიცრად. ფიცარფენილის პირგადადება მინიმუმ 30.5 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს და საყრდენის ცენტრიდან 15 სანტიმეტრით უნდა იყოს გამოწეული. არ აგორაოთ გადასატანი ხარაჩოები. ხარაჩოების მოხსნის წინ დაამაგრეთ ან მოაცილეთ ბაქანზე არსებული ყველა მასალა და აღჭურვილობა. ყოველთვის, როდესაც ხარაჩოები არ მოძრაობს, მათი გორგოლაჭები უნდა დამაგრდეს სამუხრუჭე მოწყობილობით. ნუ შეეცდებით გადასატანი ხარაჩოს გადაადგილებას სათანადო დახმარების გარეშე. საყენებელი ხრახნები გადასატან ხარაჩოებზე 30.5 სანტიმეტრზე მეტად არ უნდა იყოს გამოშვერილი. მოაწყვეთ ჰორიზონტალური კავშირები ხარაჩოების ძირთან და საგორავი ზედაპირიდან ყოველ 6 მეტრში. გადასატან ხარაჩოებზე კონოსოლის გამოყენებისას ყოველთვის გაითვალისწინეთ გადაყირავების შესაძლებლობა. სამუშაო ბაქნის სიმაღლე მაქსიმუმ 4-ჯერ შეიძლება აღემატებოდეს ამავე ბაქნის საყრდენი ნაწილის უმცირეს ზომას. დაუშვებელია, ხარაჩოებზე მუშებისა და აღჭურვილობის სავარაუდო წონაზე 4-ჯერ მეტი წონის მოთავსება. ყველა ხარაჩო და დამხმარე აღჭურვილობა უნდა დამონტაჟდეს მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად. უსაფრთხოების ნორმები ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობისას. ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც კალატოზები იყენებენ, იწვევს დამწვრობას ან მხედველობის დაკარგვას. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ყველა წესის გულდასმით დაცვა. ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობისას აუცილებელია სპეციალური დამცავი აღჭურვილობის ტარება. ქიმიური ნივთიერებებისაგან დასაცავად გამოიყენება რეზინის ხელთათმანები, დამცავი სათვალეები და დამცავი ტანსაცმელი. ცემენტი, სამშენებლო ხსნარი ან კირის დუღაბი შეიძლება კანის დამწვრობის მიზეზი გახდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული იარების წარმოქმნა, ინფექციის შეჭრა და ამპუტაციის საჭიროებაც კი. გაუფრთხილდით კანს. ახლად დასხმული ბეტონის, თვალებთან და კანთან კონტაქტის შემთხვევაში გულდასმით ჩამოიბანეთ ბეტონის სუფთა წყლით. ხანგრძლივი ან მწვავე უსიამოვნო სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ახლად დასხმული ბეტონით გაჟღენთილი ტანსაცმელი დაუყოვნებლივ უნდა გაავლოთ სუფთა წყალში, რადგან დაუშვებელია კანთან მისი ხანგრძლივი კონტაქტი. უსაფრთხოების ნორმები ბეტონთან მუშაობისას. გაუფრთხილდით თვალებს. ცემენტთან ან ბეტონთან მუშაობისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვალების სათანადოდ დაცვას. თვალი შეიძლება დააზიანოს შემობერულმა მტვერმა, ბეტონის შხეფმა ან სხვა უცხო საგანმა. ზოგიერთი სამუშაოს შესრულებისას მიზანშეწონილია დამცავი ნიღბის ან გვერდითი დამცავი ფირფიტების მქონე სათვალეების გამოყენება. გაუფრთხილდით ზურგს. ბეტონისა და პორტლანდ ცემენტის დასამზადებლად საჭირო მსხვილი შემავსებლები, ქვიშა და წყალი მცირე მოცულობითაც კი შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს. მძიმე მასალების აწევისას გამართეთ ზურგი, მოხარეთ ფეხები და ტვირთი მაქსიმალურად ახლოს გეჭიროთ სხეულთან. მაქსიმალურად გამოიყენეთ მექანიკური აღჭურვილობა და ბეტონი, რაც შეიძლება ახლოს მოათავსეთ მისი დასხმის საბოლოო ადგილთან. ბეტონის მოსასწორებლად გამოიყენება მოკლეტარიანი, 4-კუთხა პირიანი ნიჩაბი ან სპეციალური ხელსაწყო. ბეტონის ჰორიზონტალური მოძრაობა დიდ მანძილზე ზედმეტ ძალისხმევას ითხოვს.
და ამასთან შეიძლება ასევე გამოიწვიოს ბეტონის კომპონენტების განშრევება. უსაფრთხოების ნორმები არმატურის ღეროებთან მუშაობისას. გამოშვერილი არმატურის ღეროები საშიშია. ყველას, ვინც მათ ახლოს მუშაობს, უნდა ახსოვდეს ამ საშიშროების შესახებ და დაიცვას უსაფრთხოების ზომები. არმატურის წვეტიან ბოლოზე წამოგების რისკის თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია მუშაობა ვერტიკალურად გამოშვერილი არმატურის ღეროების ზემოთ, თუ ღეროების ბოლოები არ არის საცმებით დაფარული. არმატურის ღეროები დაფარული უნდა იყოს საცმებით, ხის ფიცრებით ან სხვა მსგავსი მოწყობილობებით. არმატურის ღეროებზე შემთხვევით წამოგების საფრთხისაგან თანამშრომელთა და უცხო პირთა დასაცავად, არმატურის გამოშვერილი ბოლოები უნდა გადაიღუნოს ან დაიფაროს სპეციალური ფოლადით არმირებული პლასტმასით, რომელსაც ფირფიტის ფორმის საცმს უწოდებენ. სოკოს ფორმის საცმების საშუალებით შესაძლებელია ნაკაწრებისა და სხვა მცირე დაზიანებების თავიდან აცილება, მაგრამ ამ ფორმის საცმები ვერ დაგიცავთ არმატურის ღეროებზე შემთხვევით წამოგების საფრთხისაგან. პირველადი დახმარება. დარწმუნდით, რომ სამშენებლო მოედანზე ინახება პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტი. დაადგინეთ მისი მდებარეობა მანამდე, სანამ მოხდება უბედური შემთხვევა. გახსოვდეთ პირველადი დახმარების კომპლექტის ადგილმდებარეობა და დარწმუნდით, რომ ის შეიცავს სათანადო წამლებსა და აღჭურვილობას. თუ ვინმე დაზიანდება სამუშაო ადგილზე, მას დაუყოვნებლივ უნდა გაუწიოთ დახმარება. რეკომენდირებულია, რომ მუშაკებმა გაიარონ პირველადი დახმარების კურსი. ქიმიური ნივთიერებების თვალში მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა თვალების გამორეცხვა სუფთა წყლით. შემდეგ დაზარალებული სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ ექიმთან. ელექტროდენთან დაკავშირებული უბედური შემთხვევისას არ შეეხოთ დაზარალებულ პიროვნებას, რომლის სხეულშიც შეიძლება დენი გადიოდეს. თქვენ შეიძლება დენისაგან დაიღუპოთ. უპირველეს ყოვლისა გათიშეთ ელექტროობა. თუ ელექტროობას ვერ თიშავთ, გამოიყენეთ მშრალი ხის ნაჭერი დენის გასათიშად. უსაფრთხოება.